ამ ქვეყანაში, როდესაც სხვა ქვეყნის მაგალითი მოყავთ, ჩვენერი მაგალითი ჰქონდა ჩვენც 2003 წლის ვარდების რევოლუცია. აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად მომხდარი, რომლის შემდეგაც ამ ქვეყანამ მიაღწია დიდ საგარეო გარღვევას, საშინაო გარღვევას და სახელმწიფოდ შევდექით. ახლა შვედეთს რაც შეეხება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირში, ძალა რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ განვითარებას, იმ სხვადასხვა პროტესტებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებით სრულდება ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში ამით დაიწყოს ქართულმა ოცნებამ გამოძიება. ერთი პოლიციელი დასჯილა, რამდენი თვე გავიდა. აი ყველაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრიც რო იყოს და აი იმაზე უფრო ქოცი რო იყოს, ვინმე ჯერა ამ ქვეყანაში რომ არც ერთ პოლიციელს არაფერი არ დაუშავებია? და ხა როდესაც სხვას უყენებ პრეტენზიას, კი შვედეთს აქვს მათ შორის მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემა და ჩვენ ხო არ გვაქვს ეს. ახლა ესეთი პარალელების მოყვანა კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის შალვა პაპუაშვილის მეთოდი და ხა მაინც და მაინც დიდი პოლიტიკოსები ჩემთვის არ გამოირჩევა არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური თავმჯდომარეა და ხა მისი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ მოყავთ არ ვიცი ვინ არის ეს კაცი. მაგრამ ის დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისოდ მაინც თუ ხელისუფლების ნაწილია შვედეთის, აღიარებულია, რომ შვედეთის ხელისუფლების ნაწილია განსხვავებით შალვა პაპუაშვილისგან. აი ამ კონკრეტულ მაგალითს რო თავიდანვიღოთ, ზოგადად ვიცით, რომ ექსტრემიზმის წყორი და სიტყვა ექსტრემიზმი ძალიან ესეთი მწვავე სიტყვა არის. მწვავე სიტყვა არის დიახ, და ამას რო იყენებს ექსტრემისტები არიან ქოცები. ქოცები არიან ექსტრემისტები. 5 ივნის მომხდარი საშინელი ფაქტი გახსოვთ ხო ალბათ, რომელსაც ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა. აი ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ იყო ქართულმა ოცნებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრო? არ იყო ის ექსტრემიზმი? ქუჩაში 28 ნოემბრის შემდეგ რაც ხდებოდა, რუსთაველის გამზირზე არ გაგივლიათ? ის არ იყო ექსტრემიზმი? ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმით. იმაზე მეტი ექსტრემიზმი მე 90-იანებში არ მიცხოვია, რომ მხედრიონი და გვარდია მენახა და ბანდფორმირებები უკანონო. მაგრამ აი ჩემ ცხოვრებაში რაც ვნახე, იმაზე მეტი ექსტრემიზმი ცხოვრებაში არ მინახავს. ამას თამამად ამას აკეთებდნენ საქართველოს სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შესაბამისად, ექსტრემისტები ამ ქვეყანაში არიან კახეთის გზატკეცილზე, იმ შუშის შენობაში. იქ არიან გამაგრებულები და პირველი ისინი იქნებიან, ვისაც მოეკითხება. ასევე გითხავთ პარლამენტის თავმჯდომარე ევრობიუროკრატებს თითისქნების. ამ თემაზე გითხავთ ხოლმე პოდკასტში. სხვა ამ თემაზე გითხავთ. კი ბატონო. თავიდან დაიწყეთ სამშვიდობიანი რევოლუციაზე, განიხილავთ დღევანდელ მოცემულობაში, როგორც თქვენ თქვით, სამშვიდობიანი რევოლუციის სცენას. ამ მოცემულობაში მე განვიხილავ იმას, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი წრეხი ისე უნდა იყოს, რომ ივანიშვილს მოუწიოს იმ აუცილებელ დათმობებზე წასვლა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ წინაპირობებად. პირველი ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტპატიმარი გარეთ და სამართლიანი ცესხო. თუ ამას ვერ ვაღწევთ, მაშინ ირაკლი კობახიძე ჩვენ ეს გვაქვს ასევე შეიძლება რაღაც ნაწილი ბოლომდე ამაში არ გვეთანხმება, მაგრამ მგონია რომ უკვე რაც დრო გადის საზოგადოება ამ აზრისთვისაც არის მომწიფებული, რომ საერთოდ ეს ახალი არჩევნები ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა ჩაატაროს. მგონი გასაგებად გიპასუხეთ, ჩვენი მიზანი რა არის? ეს რევოლუციის სცენაზე კონკრეტულად ან კი არა? გიპასუხეთ უკვე. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ამ ქვეყანაში არეულობა თუ კი ვინმეს უნდა კაც, რომელიც არ ვიცი ახლა მთაწმინდაზე აბას თუმანში არის თუ ეს თავის კვარიატში. აი იმ კაც უნდა ამ ქვეყანაში არეულობა, ჩვენ არ გვინდა. ის არის თავარი განმოპირობებელი, რომ ამ ქვეყანაში მშვიდი ცხოვრება აღარ არის. ამიტომ ეს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა იყოს მიმართული. როგორ უნდა ხელისუფლების წვლილი? აი რა განსხვავებაა შვედეთმა დაიწყო უცხოურ დაფინანსებასთან ბრძოლა იგივე ექსტრემისტ. ჩვენ შვედეთი ვარ? არა, გითხრათ ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენც იგივეს ვაკეთებთ და პროტესტი რომ იყო, აგერ დასავლეთიდან ამერიკული კანონმდებლობა შემოვიტანეთ, იმიტომ რომ სპეკულაციები დასრულებული იყო და ეს ამერიკული კანონი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. აი რატომ არის მაინც განსხვავებული აღქმები შვედეთ, რო გითხრათ მიზეზები შვედეთის ბრძოლასა და საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას? ამ ქვეყანაში ვინმეს გონია, რომ შვედეთს მართავს რუსი ოლიგარქი და ყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და აი ვინმე მითხრას, რომ შვედეთის სასამართლო არის
ლევან მურუსიძის სასამართლოსთან შედარებით ბევრად უფრო ცუდი. აი ეს მოცემულობები ახლა ეს როგორ არის? მე ქართული კულტურა, ტრადიციები, სახელმწიფოებრიობის ისტორია, ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ჩემთვისაც და ყველა ქართველისთვის განუზომლად უპირატესი მათ შორის შვედეთთან შედარებით. მაგრამ როდესაც მიდგება საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის უფლებების დაცვა, კონსტიტუციის დაცვა, ისინი არ გჯობიან თქვენი აზრით. ხო გჯობიან და ახლა როგორ შეიძლება ორი ქვეყნის შედარება ერთი არის სოფლიოში როგორც მახსოვს, არ ვიცი 10-ში შედის თუ 5-ში შედის ბედნიერების ინდექსით ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოსთან შედარებით. სადაც დილა რო იწყება იმით ბავშვს რა აჭამოს, კრედიტი როგორ გადაიხადოს, ბიძინა ივანიშვილზე რამეს თუ იტყვის არ დაიჭირონ, აქციაზე რო გავიდეს 5000 ლარით არ დააჯარიმონ, ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრი, რომელსაც იგუძებს, უნდა გადათვალოს სასაათო სარტყელი და ისე დაურეკოს, იტიროს, როდესაც ენატრება ოჯახის წევრი, რომელიც მისი ოჯახის სარჩენად არის წასული. როგორ ადარებთ ამ შვედეთს? არ ვიცი, შალო პაპუაშვილს არ აქვს სინდისი და ნამუსი და არ მიგვირს. კითხავს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე ევრობიუროკრატებს საქართველოსთან თითის ქნევის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ სუვერენულ სახელმწიფოსთან ეს არ არის გამოვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გარკვეულწილად არასამართლიანი მიდგომები საქართველოსთან მიმართებით, იგივე კანონებთან მიმართებით, მაგალითად განჭურვალობასთან დაკავშირებით, როცა თავად ითხოვე და ჩვენთან გძალავენ, თუ არა ებრძალება ამ შემთხვევაში ხდებით კრიტიკის სამიზნე, არის თუ არა ეს ორმაგი და არასწორი მიდგომა, რომ მსგავსი მომხდარისხოვანი გვესაუბრება. შალო პაპუაშვილმა პირველ რიგში გამჭვირვალობა დაიწყო საკუთარ თავით, გვაჩვენოს მის დეკლარაცია გამოაქვეყნოს. სანამ სხვის ჯიბეში დაიწყებს ყურებას, თავის დეკლარაცია გვაჩვენოს. ჯერ კიდე სამწუხაროდ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ხელფასი. გვაჩვენოს ის მის დეკლარაცია. აღარ იძებნება ეს დეკლარაციები. ვებგვერდი ექვემდებარება რემონტს თუ რაღაცა სისულელეს ამბობს ბატონი რაჟდენიკო. ამას ამბობს ეს კაცი და ჯერ გამოაქვეყნოს სხვის გამჭვირვალობას სანამ დაიწყებს ლაპარაკს, ხო ამბობს რომ არის პარლამენტის თავმჯდომარე. დეკლარაცია გვაჩვენოს. ზოგადი კონტექსტითაც რომ ვისაუბროთ. ზოგადი კონტექსტი არის ის, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც დგას მთლიანად შავ ფულზე, შავი ფულით არის მოსული და მისით საზრდოობს ჰელსინკის კომისიის დასკვნა. ის იკითხება, იძებნება ისევ ჰელსინკის კომისიის დასკვნით 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნება რომ კოლ-ცენტრებით შავ ფულზე იდგა. ამის გამჭვირვალობაზე რა ისმის? ეხლა ვის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობს ეს ხალხი? ეს სიტყვა საერთოდ გონებიდან წაშალო. ბნელით მოსილი, ბნელით საქმის მკეთებელი ხალხია, რომელიც რას აკეთებს და რას აფუჭებს ამ ქვეყნისთვის ღმერთმა უწყის. იგრძნობა თქვენთვის საერთაშორისო ევრობიუროკრატების მხრიდან თუნდაც უსამართლო დამოკიდებულება ხშირად საქართველოს. ჩემთვის უსამართლო დამოკიდებულება იგრძნობა ბიძინასთან დაკავშირებული ამ ბიუროკრატიული სისტემის მიერ. თითისქნევა, სად დაინახა თითისქნევა? კი, არჩევნებს რო გააყალბებთ, თითი უნდა დაგიქნიონ. კაც რო უსამართლოდ გალახავს სახელმწიფო სახელით, უნდა დაგიქნიონ. უსამართლოდ რო დაიჭერ, უნდა დაგიქნიონ. ხელისუფლებას რომ მიიტანენ, უნდა დაგიქნიონ თითი, აბა რა უნდა ქნან. ამერიკულ ფარას რომ მიყიდეთ. ამერიკული ფარა, რომელიც მედიაზე ვრცელდება და გუდავს. იცით რა კარგი კონსტიტუცია გვაქვს? არაჩვეულებრივი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. მე მათ შევა არ მუშაობს უბრალოდ ეს კონსტიტუცია. რაც გინდა ის კანონი მიიღო. ამერიკის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო თუ გინდა და გამოაქვეყნა, რომ ეს არის ქვეყნის მთავარი კანონი. მოვა ხარება და გაგიხეთქავს თავს. ეს არის დღევანდელი ქართული სახელმწიფო. და ბიჭო გითხებით რა პაპუაშვილის განცხადება იგივე რომ როდესაც დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ, რომ თვითონაც უნდა გქონდეთ მიმდევრობა კრიტიკისო და არ უნდა აიგნორებდნენ, როდესაც ჩვენგან კრიტიკულ აზრს ისმენენ. თუ ერები თვითონ შიდა საქმეებში ჩვენც როდესაც გვიპასუხონ, ნუ უფრო პასუხი გაუცემელია. და მარტივი მოცემულობა არ აღიარებენ მათ. აი თქვენ რომ მეილი გაუგზავნოთ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო გიპასუხებენ ვიდრე მათ. ადამიანის უფლებათა დამღობებს ქვეყნის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, აი ამ კედლის ამომშენებლებს და ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭებს აღარ პასუხობენ მეილზე. ეს არის ქართული ოცნების მოცემულობა. დამერწმუნეთ მეტი შანსი გაქვთ რომ იპასუხოთ. და ამ ვითარებამდე ქვეყანა რომ მიდის, რომ ეგრეთ წოდებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი მეილზე პასუხს ვერ იბრუნებს, ხალხმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ
აი ეს დრო რასაც ვკარგავთ, არის თუ არა დასაკარგო. ან ალკავშირდება კრიტიკის მოვლენობას, ის რომ ბრალდებებით ისმის მართლმსაჯული გუნდიდან ამაზე კრიტიკა შეიძლება მიიღო ადამიანისგან, რომელსაც და მის ხელისუფლებისგან, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი ყავს ნაწამები. ის ჩვენებები ევროპარლამენტში საქართველოსთან შედარებით უფრო მეტ ადამიანს აქვს წაკითხული, რასაც ქალებს აყენებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. და ამ ხალხისგან უნდა მიიღონ ევროპელებმა რჩევა, სადაც ადამიანის უფლებები, როგორც ესეთი, მათი მოგონილია, რომ იცოდეს ქართულმა ოცნებამ. აი ეს ცნება, სტანდარტი, იქიდან მოდის, იქიდან, დასავლეთიდან მოდის. დასავლეთი მარტო რუკაზე კი არ არის. დასავლეთი არის იმ ცივილიზაციის ნაწილი, რომელმაც ქრისტიანულ კულტურაზე დაყრდნობით შექმნა ადამიანის უფლებების ცნება, რომ კაცი არ იბადება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მონა და ტყვე იყოს. გასაგებია თქვენს სახელმწიფოს ქმედებები, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ძიმე ბრალდებები ისმის, თუნდაც ექსტრემიზმის და რომელსაც მე ყველა ბრალდებას ვეთანხმებ. რომ დასავლეთი აფინანსებს ექსტრემიზმს შიდა საქმეებში, აი ამას პასუხი არ უნდა გაიცეს. ევროპა რასაც უყენებს ქართულ ოცნებას, ყველა ბრალდებას ვეთანხმები და ქართული ოცნება რასაც უყენებს ევროპარლამენტს, არაფერს არ ვეთანხმები. რა ექსტრემიზმის აფინანსება? ექსტრემიზმი ბოლოს როდის გახსოვთ ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომ ეპასუხოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც აფხაზეთს და ოსეთს უწოდებს მაგალითად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მოწონს ქართული ოცნების ქმედებები, გახსოვთ სადმე რომ ეპასუხოს? აი ბოლოს, აი გულზე ხელი დაიდოთ, როდის უპასუხეს? რატომ უნდა იყოს ყურადსაღები რუსეთის განცხადებები, თუნდაც საქართველოს მიმართებით, როცა და ის კაცი რომ მომიყვანთ, ის კაცი რატო არის ყურადსაღები? აი ეს არ ვიცი. შვედეთი არ არის ყურადსაღები და რუსეთი კი. იცით როგორ არის, სხვა რაღაცა არის. პოსტს როცა მიუძღვნი, ნახეთ მე ესე უყურებ. როდესაც შენ თვითონ აღარ აყენებ იმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რომლის მოქალაქეც ხარ, ჩინეთმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, როგორც მახსოვს, გაეროში ბოლო რეზოლუცია რომ მიიღო, სადაც ბატონი ყობახიძე დაბრძანდება და არც ერთმა რო ხმა არ მიცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და დევნილების საკითხს, ამაზე პასუხს ვინ გამცემს? და ამ ქვეყნებს უნდა უპასუხო, რომ მერე ის დასავლეთი მოგეხმაროს ამ საკითხის ლობირებაში. რომ ის შვედი მოგეხმაროს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო რო აკეთებს ამ განცხადებას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია, გაეროში უფრო მეტი ხმა მიიღო. რომ შენ დევნილებს ხო, იმიტომ ვისი ქართული ოცნების მთავარი მოკავშირეები, ვინც არიან, არც ერთმა ხმა არ მოგცა. რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა, საუდის არაბეთი არ იყო, ემირატები, ბოდიშვიხტი. ემირატებმა არ მოგცეს ხმა, თავი შეიკავეს. და ბატონი ყობახიძე ბოლოს რომელ ქვეყნებში იყო ვიზიტით? ეს არ არის ქართული ოცნების დოქტრინა და ისინი არ აძლევენ, ეს სახელმწიფოები არ აძლევენ ხმას ზუსტად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამაზე ხმა არ არის ამოსაღები? და შვედი არ ვიცი ვინ არის, მაღალჩინოსანია, დაბალჩინოსანია, რომელიც ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი, როდესაც თავზე დაგამხობენ სახელმწიფოს, როდესაც პირუტყვად გთვლიან და რო გამოდიხარ, კარგია, ამაზე უნდა გამოვიდეს პასუხი და როდის გააკეთა ეს განცხადება, რამდენი დღის არის? ამ შვედის განცხადება. შვედის განცხადება წინასწრის აქციების. ხო, და დღეს გაახსენა შალოპაპუაში. ხო, შალოპაპუაში. ხო, არაფერი. სხედან და ამით არიან დაკავებულები. როგორ?